დაბორცა. ძღოლები წესთან იჯდნენ, ეს ბრონეჟილეტები ჰქონდათ გადმოგდებული და იქ გვერდით რო იჯდა იმას, ავტომატი ჰქონდა მოშორილი ხალხისკენ. და მთელი ქუჩა სავსე იყო ხა ზუგდიდი გაიქცაო მაშინო და ვინ გაიქცა არ ვიცი ალბათ არა ზუგდიდელი, თორე ყველა ზუგდიდელი და პატრიოტი, ვისაც ზუგდიდი უყვარს, ყველა აქ დარჩა, შეიძლება ცოლშვილი გახიზდეს, იმიტომ რომ ისეთი საზარელი მდგომარეობა, საზარელი სანახავი იყო. იცით როგორი, აი თმები ყალყზე დამედგა პირველად რომ ნახო ეს მოგრუხუნეს, ბრონე მანქანები ეს, ტანკები ეს, ვებერთელა ავტომანქანები. დაჟინებული ჩვენი მხარის მოთხოვნის შედეგად დაახლოებით 5-6 საათში ჩაბანი დათანხმდა ჩვენთან შეხვედრას, მაშინ ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებას ესწრებოდა ზაზაგროზია გუბერნატორი, ზუგდიდის რაიონის გამგებელმა და მე შევხვდით ჩაბანს და ჩაბანმა ჩაგვაყენა საქმის კურსი, რომ მათ აქვს სამხედრო დავალება, რომ ისინი ვალდებულნი არიან და ასე ვთქვათ, ისინი ყველანაირად შეცდებიან ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრას. ყველა ვინც პასუხისმგებელი პირი ვიყავით, ისინი დავრჩით ადგილებზე, არ დაგვიტოვებია ქალაქი. ამის არც არანაირი სურვილი არავის არ გარშინია და ბუნებრივია ჩვენ ეს გევალებო და ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ ერთადერთი ეს იყო. ამ დღეების განმავლობაში გარკვეულ ნაწილმა დაიკავა სენაკის ბაზა, გარკვეულმა ნაწილმა ყველა მაგისტრალი, ასე ვთქვათ, სასიცოცხლო მაგისტრალი, თბილისი, სენაკი, ზუგდიდის მიმართულებით, ყველა სასიცოცხლო წერტილი ფაქტურად რუსულ საგუშაგოებს ჰქონდათ დაკავებული და ვითარება იყო ყოველ წუთს და წამს იყო ვითარება შეგდებული, ანუ ჩვენ фактически Данис პირზე გავიარეთ. Имеешь со мной права, а я могу. Я гражданин от ИВН. Я снимаю, я журналист, я мое дело делаю. Я будете вот там снимать. Это мое дело. В Грузии нахожусь, где хочу, там и снимаю. Русი ოკუპანტები ფაქტობრივად ძალადობრივ აგრესიას იჩენდნენ ჩვენ წინააღმდეგ. იყო სხვა ჟურნალისტებთან შემთხვევაში Хочет ваш БТР туда? Мне интересно, что вы вывозите? Что вы вывозите? Ничего не вывозим. А почему там стоит ваша машина и оттуда что-то приносит все время? Зартовны полицейс სამმართველოს ამოვიჩები ერთი რუსი ოფიცერი. და მეკითხები, куда вы уносите имущество моего государства? და მე რო ფიქრობდი ხო, თან ოპერატორის წინ ვიდექი, იმიტომ რომ ყოფილიყო გასროლა, აი მართლა მინდოდა რომ ჯერ მე მომხვედროდა რომ ის ბავშვი გადამერჩინა. ხალხის თანადგომას და მხარდაჭერას უგრძნობდი ყველგან. Не гоняйте, сынок, нас не гоняйте. Неужели вас не стыдно? Что вы потеряли? Ну что вы потеряли, сынок? სამოთხეში მეგონა თავი მაშინ. აი მაშინ ვიგზენი მე ამ ჩემი მშობლიურ სოფლის სიყვარული. მანამდე კიდე. მაგრამ არასდროს ის არ დამეფასებია ჩემი სოფელი რომ ეს ოკუპაცია რო გაიყვანეს ეს რუსები და რო შემოვიდა ქართული ჯარი. აი მაშინ დავიბადე მეორედ. ხელმეორედ მაშინ დავიბადე ნამდვილად. მთელი ახალგაზრდობა, ვისაც კი ფეხზე შეეძლო დგომა, ისინი გავიდა სოფლიდან, იმიტომ რომ არანაირი აზრი არ ქონდა აქ ახალგაზრდობის ყოფნა სოფელში, ფაქტობრივად დარჩენილი იყო მარტო მოხუცები. აფხაზების წარმომადგენლები დადიოდნენ იქ საძარცობად, იქ დარჩენილი იყო ფაქტობრივად ყველაფერი, ინვენტარი, რაც კი იყო ბანაკში ის ადგილზე იყო და იმის გასაძარცობად დადიოდნენ იქ. ჩვენი სოფელის დაახლოებით ასე მახსოვს რომ 10 რიცხვიდან 10 რიცხვის დილიდან დაიწყო დაბომბები. რაც იყო
მთელი დღეები იბომბებოდა განსაკუთრებით ეს 10, 11, 12 რიცხვი. ჩვენი სახლიდან პირდაპირ მოჩანდა ეს გამოხურის ბანაკი მოჩანს, რაც ისინებდნენ სხვადასხვა ეროვნების ბავშვები. და ეს მე მგონი იყო 18 რიცხვი საღამო ჟამს, რომ გაჩნდა ის ძლიერი ცეცხლი, მანამდე იბომბებოდა ეს ბანაკიც. დიდი უბედურება დაატყდა საქართველოს, შვილო. მის უმეტეს ანაკლია, სადაც აქ რუსეთის განაყოფი იდგა. მე ჩემი თვალით ხედავდი იმას, რაც ჩვენმა თავრობამ, ჩვენმა ხელისუფლებამ ააშენა და აყვავა და პატრიოტთა ბანაკს რო ეძახოდით. ამ ბარბაროსებმა დაწვეს. ვიდექი აქ და ჩემ თვალით წინ ხედავდი. მეც მიმიღია იქ მონაწილეობა ამის მშენებლობაში. წყდებოდა გული. დაიწვა ყველაფერი.